გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ჯაშუშობა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურა უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დააკავა. სუსტის ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს საქართველოს შესახებ ინფორმაციას თანხის სანაცვლოდ აწვდიდა. კურიერმა შეძლო იმის გარკვევაც, რომ უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფო სასარგებლო ჯაშუშობდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჯაშუშობის საქმეზე უფრო მეც ნანა გოგატაძე მოგვიყვება. ნანა, ეთერში ხარ. უკვე 3 საათზე მეტია, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში იმყოფება უმძიმესი ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის უფლებადამცველი და სავარაუდოდ ის ამ წუთებში ხვდება მისი დაცვის ქვეშ მყოფს. იქამდე კი გიორგი უძილაურს ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნეს, თუმცა როგორია დაკავებულის პოზიცია, აღიარებს თუ არა ის წარდგენილ ბრალს და ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან, ეს ამ დროისთვის უცნობია. პროკურორის განმარტებით, გიორგი უძილაურს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლით, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. თავად დაცვის მხარის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შუამდგომლობას დააყენებს უფლებადამცველი, თუმცა ვიცით სახელმწიფო ბრალდებლის პოზიცია. პროკურატურა მოითხოვს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს ხვალ უკვე მოსამართლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გაშიფრა ჯაშუშობის სქემა და დაადგინა ის, რომ გიორგი უძილაურის სისტემატიურად და ფულის სანაცვლოდ აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას, რომელსაც შემდგომ უკვე სხვა ქვეყნის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლებს სხვადასხვა გზით აწვდიდა. საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება, სადაც მსაჯული უკვე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით იმსჯელებს, როგორი იქნება დაცვის მხარეს ბრძოლის სტრატეგია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. მადლობა ნანა, თქვენ უსმენთ ნანა გოგატაძეს. სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი მიქაძე დაკავებულია, დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე კი ძებნაში იმყოფებიან. ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მასაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. იკა ალელიშვილი ესწრებოდა სასამართლო პროცესს და უფრო მეც მისგან მოვისმენთ. ლიკა, ეთერში ხარ. დიახ, დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს, როგორც ადვოკატები ამბობენ, პროცესების მიმდინარეობის პერიოდში ბრალდების მხარემ მათი შეფასებით მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რომელიც დაადასტურებდა ძმებ მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ბრალეულობას ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. უფლებადამცველების ინფორმაციით ისინი გეგმავენ, რომ გაასაჩივრონ მოსამართლის გადაწყვეტილება ჯერ საქართველოში ყველა ინსტანციაში, შემდეგ კი ისინი გეგმავენ, რომ სარჩელი შეიტანონ სტრასბურგის სასამართლოშიც. განაჩენი არის უკანონო, იმიტომ რომ არ არსებობდა და არ არსებობს საქმეში არავითარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მიქაძეების ბრალს. დღევანდელი თუნდაც ის, რომ ადგილზე თათბირით ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ესეთი მნიშვნელოვანი სიტყვის მე, რომელიც წარმოთქვა ბრალდებულმა, იქვე იქნა გამოცხადებული, ეს კიდე ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს საქმე არ გადაწყვეტილა სამართლებრივ ასპექტში. ამ საქმეზე წინ არის გასაჩივრება, საქართველოს ორი ინსტანცია
და თუ ესეთი ფორმით დარჩა ამ ინსტანციებში ამ საქმეზე ყველა ვარიანტში სტრასბურგის სასამართლოს მიმართავთ, იმიტომ რომ საქმეზე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ლოგიკურია, რომ ეს განაჩენი არ იყო ობიექტური, იმიტომ რომ კონკრეტულად ემსახურებოდა მეორე მხარის ინტერესს და ეს მეორე მხარის ინტერესიც გატარდა. ფაქტიურად მოხდა დღესდღეობით ეგ. თუმცა აქვე განმარტებას გავაკეთებ, რომ ამით არაფერი არ დასრულებულა ამ ფაქტით. ყველაფერი გვაქვს წინ, ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე. სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვით დღეს თავად გიორგი მიქაძემაც ისარგებლა და როგორც მიქაძემ განაცხადა, ის ბრალდებას უარყოფს, ამბობს, რომ მას არაფერი აკავშირებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან, თქვა, რომ საქმე გავს ფაზლს, რომელსაც ფიგურები არ აქვს. პროკურორის თქმით კი ფაზლს არაერთი ფიგურა აქვს, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია. ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ არაერთი მტკიცებულება წარმოადგინეს სასამართლო პროცესებზე, მათ შორის მოწმეების სასამართლო ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც და ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა პროკურორის ინფორმაციით გაითვალისწინა სასამართლომ, შესაბამისად ბრალდების მხარემ მოსამართლის გადაწყვეტილება განაჩენი შეაფასა როგორც დასაბუთებულად და მიუკერძოებლად. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები, სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით კლუბის ორგანიზებაში და ასევე გიორგი ჯოხაძე ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად შეძენა შენახვა გასაღების ფაქტზე. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრალდების მხარე აფიქსირებდა პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ერთობლიობაში ადასტურებდა ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულურ ქმედებას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულის საბოლოო სიტყვა და ალბათ ბევრს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ის აუცილებლად შეეხებოდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა ერთი სიტყვა მისი მხრიდან საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ჩვენ არ გაგვიგია. ერთადერთი რაც მან თქვა ეს იყო, რომ მისი საქმე გავს ფაზლს, ეგრეთ წოდებულ ფაზლს, რომელსაც არ აქვს ფიგურები. და სასამართლომ აბსოლუტურად კარგად გასცა პასუხი ბატონ გიორგი მიქაძეს. ეს იყო ფაზლი, რომელსაც ჰქონდა არაერთი ფიგურა, რომლებიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და ზუსტად მტკიცებულებებით, რა თქმა უნდა, ეხა უტრირებ ამ შემთხვევაში, მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეო მასალით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით ერთობლიობაში დადასტურდა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა, რომ სამივე ბრალდებულმა განახორციელა. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე განაჩენით მოსამართლემ დღეს გამოაცხადა გიორგი და დავით მიქაძეებს და ასევე გიორგი ჯოხაძეს მოსამართლის გადაწყვეტილებით უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მადლობა ლიკა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ლიკა ალელიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოტრაფიკის მორიგი ფაქტი გამოავლინა. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი ამოიღეს, რომლის საბაზრო ღირებულებაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 30 მილიონი ლარია. საერთაშორისო ნარკოტრაფიკის ფაქტზე ბრიფინგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გამართა. სამართალდამცველების მიერ ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი, რომლის საბაზრო ღირებულებაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო კაუსტიკური სოდით, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო. სამართალდამცავებმა ტვირთის დეტალური დათვალიერებისას ტომრებში გადანაწილებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. მოცემულ საქმეში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის კომპლექსურ საპოლიციო ღონისძიებებს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებაში მიცემის მიზნით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ბუდვაში მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. ღონისძიებაში შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს მონტენეგროში აშუქებს მარიამ კოპალეიშვილი. მარიამ, გისმენთ. პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად უკვე იმყოფება მონტენეგროში. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი კი უნდა დაიწყოს ხვალ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლაც არის დაგეგმილი. ეს არის ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი, რომელიც პირველად ტარდება მონტენეგროში და ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას იღებს როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. დაგეგმილია არაერთი ორმხრივი შეხვედრა ვიზიტის მნიშვნელობაზე და მიმდინარე დაგეგმილ შეხვედრებზე კი ცოტა ხნის წინ ჩვენთან მედიასთან გააკეთა დამატებითი კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. მექნება შესაძლებლობა რომ შევხვდე კოლეგა პარლამენტის თავმჯდომარეებს, რა თქმა უნდა, გამოსვლის ფარგლებში ვისაუბრო რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, შავი ზღვის ქვეყნების გამოცდილებით და ამ მხრივ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეასთან გქონდეს ჩვენი გამოცდილების გაზიარება. ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ფორმატი შედგა და ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართება. ზოგადად მონაწილეობას იღებს როგორც ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეა, ისე პაპსეკი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა. მოგიხსენებათ, რომ ჩვენ ვართ პაპსეკში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში. რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე პარლამენტთაშორისი ურთიერთკავშირის კიდევ უფრო გაღრმავება ხვალ იქნება სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის კოლეგასთან, მის კოლეგასთან, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე დაგეგმილი არის შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლაც, სადაც ის ისაუბრებს სწორედ ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მადლობა მარიამ. ბუდვადან საუბრობდა მარიამ კოპალეიშვილი. შეტევის მეორე ტალღა ეკლესიაზე ამჯერად მეუფე შიოსა და პატრიარქის არჩევნების პროცესზე დისკრიმინაციული განცხადებები ტv1-ის ეთერში მეუფე ზენონმა გააკეთა და თქვა, რომ პატრიარქის ტახტის მოსაყრე საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის. ზენონის მოსაზრებები იგივე პათოსით მალევე სხვადასხვა მედია პლატფორმამ გაავრცელა, რამდენიმე მათგანმა კი დაასპონსორა კიდეც. პატრიარქის არჩევის შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილიც. არმაზ ახვლედიანმა ამ პროცესს ფიქცია უწოდა. მართულ გუნდში ანტიეკლესიური ძალების გააქტიურებაზე და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობენ. მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. მოვლენები რომ როგორც განვითარდა, ეხლა რის წინაშე ჩვენ დგავართ, მე ვამბობ, რომ მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. ამ ადამიანმა მე დამანახა, რომ არის უსამართლო. მსჯავრი არ აქვს სამართლით. უამრავ რაღაცაში. ეს არჩევნები კი არა, ეს ფიქციაა ფაქტობრივად. გაუნათლებლები. მეუბნებიან მეუფე ისაიას, რომ დიპლომი გვაჩვენეო. მეუფე დანიელს მეუბნები, რომ ასაკს გიწუნებო. რას სითავ ხედეა. მეუფე იობს, ვის რას უბედავ, ვინ ახალ, oi საოცრებავ, ღმერთო დაგვიცავი სადავარ. ძალიან მიჭირს იმის ყურება, რომ სამწუხაროდ ხედავთ გარკვეულ დამაპირისპირებელ ხმებს, კომენტარებს, შეფასებებს თავად ეკლესიის შიგნიდან, რაც ფიქრობ, რომ არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას. სინოდის თითოეული წევრი, ყველა ეპისკოპოსი ხელდასხმული არის კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორეს მიერ. ყველა არიან მისი სულიერი შვილები. ასევე კათოლიკოს პატრიარქის მიერ
მოსახდეთ გამორჩეული უკვე წლების წინ გამორჩეული იყო მეუფე შიო. მე მგონი ყველა უნდა პატივისცეს უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას. ყველა უნდა ღირსეულად ატაროს ის ხელდასხმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული და ყველამ უნდა ღირსეულად გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ გადააბარა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორე. მიჭირს მე როცა უსმენ ისეთ კომენტარებს, როდესაც ხდება უფრო სხვა სფეროდან პოლიტიკის სფეროში უფრო ჩვეულებად ქცეული გარკვეული სიძულვილის ენით საუბარი და შეფასებები. ამიტომ მე ყველას მოუწოდებ, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან, ხედავთ რომ ხელისუფლება ჩვენ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება ვიყოთ ამ მხრივ მორიდებული ჩვენს კომენტარებში და მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს ეკლესიას და წმინდა სინოდს რომ ეს პროცესი ღირსეულად იქნას გაძღოლილი და ჩვენმა სინოდმა გამოავლინოს მომავალი კათოლიკოს პატრიარქი. მეუფე შიო დღეს ქაშვეთის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით იკადაგა. მისი განცხადებით, მომდევნო კვირაში მოხდება ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა. ისაუბრა ამ პროცესის ღირსეულად ჩატარების აუცილებლობაზე. ანალოგიური მოსაზრება აქვს პატრიარქობის კიდევ ერთ კანდიდატ მეუფე გრიგოლს, რომელსაც დღეს ჟურნალისტებმა მეუფე ზენონის განცხადებებზე კითხეს, რაზეც თქვა, რომ სხვის მოსაზრებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. მეუფე იაკობი კი აცხადებს, რომ პატრიარქის არჩევნებში ვერავინ ჩაერევა. თქვენ იცით რომ მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა და მე მინდა ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რომ ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთისნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი და გადაწყვეტილება. მეუფე თუ რამე თქვა, ეს მისი აზრია, რა თქმა უნდა და ეს ჩვენ ამაზე რა უნდა გითხრათ, აბა? რა უნდა გითხრათ? მე ვფიქრობ, რომ ის იმდენად მნიშვნელოვანი პროცესი ვართ ჩვენ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღირსეულად და მშვიდობით წარიმართოს და მაგალითი იყოს ეს ერისთვისაც. ერთგვარი ტესტს ვაბარებთ ახლა ჩვენ. რამდენად ღირსეულად გავივლით ამ რთულ მონაკვეთს ჩვენი ეკლესიისთვის და მართლაც ურთულესი მონაკვეთია. სანამ გამოვირჩევთ ახალ პატრიარქს, პრესა ტელევიზიებში ნებათა ღელვა ახონა. ტელევიზიებს და იმასაც ეხლა ვერ გამტყუნეთ იმაში, რაღაც თემის აწევა უნდათ. მერწმუნეთ რომ ყოველ დღე იმაში ვართ რა, ვამზადებთ მაგ იმას და შიგნით სიმშვიდეა, არავინ არ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს რა ჩარევა რომ უნდა. ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვირჩევთ, ხო? მე არ ვიცი რა, ეხლა უფლისნება როგორც იქნება, ისე იქნება. აუცილებლად გავაგრძელებთ ისევ თქვენთან ერთად წინსვლას, სულიერ წინსვლას. ვისაც ავირჩევთ, ხო, ვალდებულები ვართ ვაღიაროთ. ოპოზიციაში კვლავ დაპირისპირება. ალიანსში შემავალი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის შემდეგ ამჯერად საკუთარ ამომრჩეველსაც აკრიტიკებენ. ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ არ ესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ მას ხალხის გაღვიძების ვალდებულება აქვს. ოპოზიციის გეგმების უპერსპექტივობაზე და რადიკალურ მიზნებზე საუბრობენ მართველ გუნდში. ესმის და ვკითხულობ სხვადასხვა ტექსტებს, რატომ უნდა გამოვიდეთ. ასჯერ გამოვედით და მე რა ოპოზიცია ტრალია ყველაფერი ოპოზიცია არ ვარგა ეს კლასიკა უკვე ყველა უნიჭო და ამას იმეორებს 24/7-ზე თითქოს ვინმეს ან მე ან რომელიმე სხვა მოქალაქეს რაღაცა ის კონდეს
განსაკუთრებული ვალდებულებები ქონდეთ ან რაღაც სასწაულები ჩავიდინოთ. იმიტომ რომ პოლიტიკოსი ქვია, აი ნუ მართლა რაღაც პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხს, მეგონება მე სადმე ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და მეზარებოდეს ამ ხალხის გამოყვანა. როგორც ჩანს, მხოლოდ ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვიდა რაღაცა ილუზიებიდან და სიმართლეს გაუსწორა თვალი. რა თქმა უნდა, ამ რადიკალებს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას აბსოლუტურად არაფრის რესურსი არ გააჩნიათ. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, ვინაიდან რაც უფრო მეტი წელი გადის, უფრო რწმუნდება ჩვენი საზოგადოება, რომ ისინი მავნებლობის და საბოტაჟირების გარდა არაფერს არ აკეთებენ და მთლიანად გარეგან იმართებიან და შესაბამისად, ახლა რომ რაღაცა ილუზიები აქვს 26 მაისთან დაკავშირებით, პირველი გამოვიდა ამ ილუზიებიდან ზურა გირჩი ჯაფარიძე და შეაფასა სიტუაცია ისე როგორც არის. მათ არანაირი რესურსი ხალხის გამოყვანის არ აქვს, ვინაიდან სიმართლე მათ მხარეს არ არიან, ისინი მტრობენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამაში უკვე დარწმუნებული. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სავაჭრო მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია. ეს იყო იტალიის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი საკითხები. საერთაშორისო მედია წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის ფონზე სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიამდე აღწევს ევროპის ენერგოუსაფრთხოების ალტერნატივო მარშრუტად ყალიბდება. შეფასებები კეთდება თბილისშიც. მმართველი გუნდის განცხადებით, ახალი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ევროპა საქართველოს სჭირდება. აბრეშუმის გზა ტყუილად კი არ გაიარა, აქ იმიტომ გაიარა, რომ მაშინაც ისე როგორც ახლა, ეს იყო ყველაზე მოკლე, ყველაზე უსაფრთხო დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. ეს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატია არის, რომ გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, როგორც ამას ერთ-ერთ სიუჟეტში ვნახეთ, რომ მათ შორის საფრანგეთის საგარეო საქმეთა ევროპის საქმეთა მინისტრი ირანი ვერ მოძებნა რუკაზე, ასევე ვერ მოძებნიან ხოლმე სად არის საქართველო და გონია ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან, მაგრამ გეოგრაფიასთან ჭიდილი ჯერ არავის მოუგია, ასე რომ ის ბიუროკრატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ვერდისავლით ან საქართველოს ვერ დანახვით რაიმეს შეძლებენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დამარცხდებიან გეოგრაფიასთან. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.25% პუნქტით 8.25%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, განაკვეთის ზრდა მკვეთრად გამოხატული პრევენციული ხასიათისაა და კონცენტრირებულია ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციასა და ნორმალიზებაზე. დღესვე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით კომერციულ ბანკებისთვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზედაზღვარი 5%-ით შემცირდა, რაც უწყების განმარტებით ბანკებს მისცემს შესაძლებლობას უფრო დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხი მცირე ბიზნესს. დღეს ჩავატარეთ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, ეს არის კომიტეტი, რომელზეც პერიოდულად მსჯელობთ ფინანსური სტაბილურობის პარამეტრებზე ქვეყანაში. შევაფასეთ, როგორც კეთილსაიმედო და მედეგი ჩვენი საბანკო სისტემა, საუკეთესო აქტივების ხარისხით, რისკები გადაზღვეულია მაღალი ლიკვიდობით, ასევე მაღალი კაპიტალის ბუფერებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეზერვო მინიმალური მოთხოვნები 25%-დან შეგვემცირებინა 20%-ზე. ეს რა მოლოდინს იწვევს? ერთ-ერთი იწვევს იმ მოლოდინს, რომ ბანკებს ექნებათ შესაძლებლობა უფრო მიმზიდველი პირობებით, უფრო დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხები მცირე ბიზნესს. დავით სონგულაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში გრძელდება. მინისტრმა შეხვედრები გამართა როგორც აზერბაიჯანის, ისე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან. ბაქოში მიმდინარეობს საერთაშორისო გამოფენაც, რომელზეც ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი. გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული გამოფენაც ერთ-ერთი წარმატებული იქნება. გვინო თაფლი, ნატურალური წვენები და მრავალფეროვანი ტკბილეული. ქართული ნაწარმი აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი. ქართული პავილიონის მიმართ ინტერესი დიდია. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დააგემოვნონ პროდუქცია და ქართული ბრენდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. კომპანია სადელი სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებით უკვე მეხუთე წელია მონაწილეობას იღებს აზერბაიჯანში გამართულ გამოფენაზე კასპიან აგროზე. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ექსპორტი აზერბაიჯანში და ვიმედოვნებთ, რომ ახალ პარტნიორებს შევიძენთ.
საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილ ქართულ პავილიონს აზერბაიჯანის პრეზიდენტიც ეწვია. ილჰამ ალიევს ქართული პროდუქცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარუდგინა. ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. წინა წლებში მონაწილე კომპანიებმა უკვე შეძლეს კონტრაქტების გაფორმება, დღეს წარმოდგენილი არიან აზერბაიჯანულ ბაზარზე, რაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობას იძლევა ქართული კომპანიების ექსპორტზე გასვლის, რეგიონში უფრო მეტად წარმოდგენის და ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ექსპორტის ზრდას. ვიზიტის პარკლებში ქართულმა დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები გამართა როგორც აზერბაიჯანის, ისე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან. მთავარი განსახილველი საკითხები სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორში მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები იყო. აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსთან აზერბაიჯანში ექსპორტი წელს 19%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 36%-ით. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები მტკიცდება და ეფუძნება მეგობრულ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას. გვაქვს თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და კვლევების მიმართულებით, მათ შორის სასაზღვრო დაავადებებთან ერთობლივი ბრძოლის კუთხით. ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერება იყო მთავარი თემა საქართველოსა და უზბეკეთის დელეგაციების შეხვედრაზეც. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და უზბეკეთის სოფლის მეურნეობის, ცოდნისა და ინოვაციების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება ჩვენი სოფლის მეურნეობის დარგის გამრავალფეროვნებისთვის. ჩვენ მოგბყავს ყურძენი დიდი რაოდენობით, მაგრამ ღვინის წარმოება საქართველოში კარგად განვითარებულია და ჩვენთვის საინტერესოა ამ გამოცდილების გაზიარება. ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაშიც, რომელიც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობას და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას დავით სონგულაშვილმა საქართველოში მიმდინარე 300 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა. დღეს თბილისის მთავრობის ხდომა გაიმართა კახაკალაძის განცხადებით, მერიამ რევმატოიდური ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი აქტემარა პროგრამის დაწყებიდან 2025 წლის სექტემბრიდან დღემდე 150 მოქალაქეს დაუფინანსა. მერის თქმით, რევმატოიდური ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების პროგრამის დაწყება საარჩევნო დაპირება იყო. პროგრამა ყოველ 3 თვეში ერთხელ აქტემბრას მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. თბილისის მერიის მიერ დაწყებული პროგრამის ფარგლებში რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი აქტემბრა უკვე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა. პროგრამა ყოველ 3 თვეში ერთხელ აქტემბრას მისაღებად საჭირო მატერიალიზებულ ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მოქალაქე აფთიაქში მედიკამენტს იღებს. მინდა კიდევ ერთხელ ინფორმაციისთვის საზოგადოებას უთხრა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო კულა არ აღემატება 150,000 მედიკამენტი სრულად 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს 80%-ით. ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის მხოლოდ რაღაც ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა, ეს არის როგორც გითხარით, ადამიანების წინაშე აღებული უდიდესი ვალდებულება, არის ზრუნვა მათ ღირსებაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს კონდეს წვდომა იმ მკურნალობაზე, რაც მათ რეალურად ჭირდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრებზე მთავრობის თავმჯდომარემ ინფორმაცია მიიღო განხორციელებული მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ვისმინეთ დეტალური ანგარიში თუ რა გეგმები აქვს ტურიზმის დეპარტამენტს, რათა გავაუმჯობესოთ სერვისები, მეტი ტურისტი და მეტი
წარმატება იყოს რეგიონში და ვფიქრობ ის დასახული გეგმები, რომელიც დღეს აქვს ტურიზმის დეპარტამენტს, იქნება ასახული ციფრებზე და რაოდენობაზე ტურისტების, რომელიც მომდევნო პერიოდში გვეყოლება ჩვენს რეგიონში. გავიარეთ ის დასახული პროექტები, ის გზების მშენებლობის საკითხები, რომელიც მიმდინარეობს აქტიურ ფაზაში არის და რომელიც დაგეგმილი იქნება 26-28 წლებში. აფხაზეთის მთავრობამ სენაკში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში დევნილებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის პროგრამების შესახებ, რომლებიც მათი ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. წარმოადგენთ ყველა ის მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროგრამები, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს ჩვენი დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად, დისკუსიის ფორმატში განვიხილეთ ყველა ის მიმდინარე პროგრამები, რომელიც დაკავშირებულია სოციალური, ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად ჩვენი დევნილების კუთხით. Გავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. თითოეული ქართველისათვის საკმაოდ მტკივნეული და ამოდროულად საზრუნავი და საინტერესო საკითხი არის აფხაზეთთან დევნილი მოსახლეობა, მათი ინტერესების დაკმაყოფილება და რაც თავარია მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. სტამბულში წყლის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას წყლის რესურსების მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილებით გამოწვევებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მონაწილეობა მივიღეთ წყლის მეხუთე საერთაშორისო ფორუმში, რომელიც ძალიან ძლიერი პლატფორმა არის წყლის რესურსების წყალმომარაგების, წყალარინების სისტემების, როგორც გამოწვევის კუთხით, ასევე ახალი ტექნოლოგიების კუთხით. შესაბამისად, ჩვენ გქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. აღნიშნული ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არის აღნიშნულ დარგში და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ფორუმებში მონაწილეობის მიღება, რადგანაც სხვადასხვა ქვეყნებს შორის ხდება როგორც წყალმომარაგებისა და ასევე წყალარინების სისტემების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. დღეს გიორგობაა მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის სიხსენებს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება. ქაშოთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში კი საეკლესიო მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მაღავინა. საქართველოში გიორგობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ 6 მაისს და 23 ნოემბერს აღენიშნება. გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. წმინდა დიდი მოწამე გიორგი არის ჩვენი საყვარელი წმინდანი, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის მფარველი. დიდი მოწამე გიორგი, შეგვეციოს მისი ლოცვა და მადლი. და რატომ ეწოდება მას დიდი მოწამე? იმიტომ რომ მან დაითმინა ისეთი გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ მისი წამებით, მისი ამ მადლით, მისი სასწაულებით შემდგომ, რომლებიც აღასრულა მან, უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოვიდა უფალთან. ხონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ. ხონელობა 2026-ის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ცენტრში მოწყობილია როგორც კულტურული და სპორტული, ისე შემეცნებითი სივრცეები. წარმოდგენილია ბაზრობები და მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდება. ყველა ასაკის წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი სხვადასხვა სივრცეები, ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, მეწარმეებისთვის. ბოლოს დამაგვირგვინებელი გალა კონცერტი იქნება, სადაც ურსა იქნება წარმოდგენილი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდები და ჩვენი სტუმრები, ქალაქის სტუმრები, საკმაოდ კარგ და შინაარსობრივ დღეს გაატარებენ ჩემს ქალაქში, ჩემს ხონში ხონელებთან ერთად. ყოველწლიურად ძალიან აქტიურად ვერთვებით ხოლმე ხონის პედაგოგები და მოსწავლეები ამ დღესასწაულში და ვიღებთ მონაწილეობას. მაგიდაზე წარმოდგენილია ხონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები. Starring Georgia 2026 წლის სეზონის ფარგლებში თბილისში Kanye West-ის შოუს აანონსებს. კონცერტი 12 ივნისს დინამო არენაზე გაიმართება.
2026 წლის მარტში არტისტმა ახალი ალბომი გამოსცა, რომელსაც ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა. მათ შორის ლოს-ანჯელესში დედამიწის ფორმის სფერულ სცენაზე გამართული პერფორმანსი წლის მუსიკალური კულტურის მთავარ სასაუბრო თემად იქცა. სწორედ ამ შოუთი წარსდგება არტისტი თბილისში. ბილეთების გაყიდვა 12 მაისს 12 საათზე დაიწყება. ეს არის ის შოუ და ის სანახაობა, რომელმაც ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით მართლაც რომ შექმნა მთავარი სალაპარაკო თემა. სარინგ ჯორჯიას გამოცდილებაში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. განსაკუთრებული იქნება ქვეყნისთვისაც და რეგიონისთვისაც, რადგან პირველად ჩატარდება ისეთი შოუ, რომელიც 360 გრადუს გულისხმობს, რომელიც დამეთანხმება ყველა, ვისაც ერთი კადრი მაინც აქვს ამ შოუდან ნანახი, განსაკუთრებით გულისხმობ ლოს-ანჯელესში გამართულ შოუს, რომ ეს იქნება ის ღონისძიება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოს. კურიერი 6-ზე დასრულებულია, მე დღეს ამით გემშვიდობებით, ეთერს კი უთმობ სპორტს და ლაშა დვალიშვილს. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს. რუსთავი 2.jn დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვერდით რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.